ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, TV+-ის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი. მე ჟურნალისტი ხატია ბანცაძე ვარ. დღეს კი სტუმრად გვყავს ჩვენი გაერთიანებული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ბატონი ირაკლი ფხალაძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ პარტიის შიდა თემების განხილვით. თქვენი თანამდებობა უკეთ რომ აგვიხსნათ და კონკრეტულად რა პასუხისმგებლობები გაქვთ პარტიაში? ჩემი თანამდებობა თქვენ უკვე ახსენეთ, ეს არის პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ასე ვთქვათ თანამდებობა მიჭირავს მე. რაც შეეხება ფუნქციებს, ფუნქციები ეს წესდებითაც გაწერილია, რა თქმა უნდა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მე მინდა მოკლედ გითხრათ, აღმასრულებელი მდივანი უზრუნველყოფს ძირითადად პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და კოორდინაციაში მუშაობას, ასე ვთქვათ, რაიონულ ორგანიზაციებთან. ეს არის ჩემი ძირითადი ფუნქციები. დიახ, თქვენ გადიხართ ნომერი 5-ით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და CSKO-ს წილისყრის შედეგად, რომ თქვენ ეს ნომერი ამოგივიდათ, რა იგრძენით და რა იყო თქვენი, ასე რომ ვთქვათ, რეაქცია ამ ნომრის ამოღებაზე? ეხლა რო თქვა რომ მას ბედის წერას მივაწერთ, ხო ვერ ვიტყვით, ჩვეულებრივად იქ ტარდება კენჭისყრა, რომელიც არის დაფარული და ეს წინასწარ არავინმა არ იცის, ეს იყო აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, შემთხვევითი ფაქტი, მოხდა რომ 5 ნომერი შეხვდა ჩვენ. არაფერს არ ნიშნავს, მინდა გითხრათ, ჩვეულებრივი საარჩევნო ნომერია და ჩემი პირადი აზრია და მე ვფიქრობ, რომ ალბათ დამეთანხმება საზოგადოებაც, რომ პარტიები უნდა იზომებოდნენ და იწონებოდნენ არა საარჩევნო ნომრის მიხედვით, არამედ მათი იდეოლოგიით, მათი გეგმებით, მათი ხედვებით, რას აპირებენ ისინი, რა პრეტენზიები გააჩნიათ, რისი ამბიციები გააჩნიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 5 ნომერი ვიქნებით, 25 ნომერი თუ 45, ამას არ აქვს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა. თუმცა კი ამან გამოიწვია ასთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში, იყო მითქმა-მოთქმები, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საზოგადოების წრეებში, რომ ვითომ ეს ჩაწყობილი იყო, რაღაცა იყო, რაღაცეებს მიაწერდნენ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ის პარტია, რომ სადღაც ვიღაცასთან რაღაც გარიგებებში შევდიოდეთ და ასეთ რაღაცეებს ვაქცევდეთ ყურადღებას, ნამდვილად ამისთვის ჩვენ არ გვცალია, ჩვენ სხვა უფრო მეტ პრობლემატურ საკითხებზე ვმუშაობთ და ამას რა თქმა უნდა, როდესაც პარტიის პრეზენტაცია ჩატარდება, იქ ჩვენს ხედვებს და გეგმებს გავაცნობთ საზოგადოებას და დაინახავენ რა უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო ნომერი თუ ის რაც დღეს ქვეყნის წინაშე გამოწვევები დგას. ესეც CSKO-ს წილისყრის შედეგად ამ ნომრის თქვენთვის გადმოცემაზე ნაციონალური მოძრაობის რეაქცია, მათი წევრების რეაქცია მცხადყო, რომ თქვენ არანაირ კოლაბორაციაში მათთან არ ხართ, ანუ ნაციონალური მოძრაობა და თქვენ, როგორც ესე კოალიცია ან ბრთა გამონაყოფი არ ხართ და ადამიანები მაინც ფიქრობენ, რომ 5 ნომერი დააბნევს ამ მრჩეველს და შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ აძლევს ნაციონალურ მოძრაობას ხმას და არა ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს. აი ამ მრჩეველს რომ მიმართოთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ამ მრჩეველს, რა იქნება თქვენი პასუხი? კი, შეიძლება მოხდეს ესეც, რომ დააბნიოს საზოგადოება და ვიღაცას ეგონოს, რომ 5 ნომერი ეს ისევ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერია, მაგრამ ეს გაუცნობიერებლად შეიძლება ვიღაცებმა ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთონ, თუმცა კი ეს უკვე ყველასთვის ცნობილია და საქართველო პატარა ქვეყანაა რა და დილას რო რაღაცას ამბობს, საღამოს უკვე მთელმა საქართველოს მიცეს. აქედან გამომდინარე, ნომერი 5 ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი აღარ არის, ეს მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ეს არის პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს საარჩევნო ნომერი 2021-ში ჩვენი საარჩევნო ნომერი, ხა ისე 2021 წელს უბრუნდები, იყო
23 ნომერი და გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო 12 ნომერი. ასე რომ ეს მაშინ ჩვენ ამ მორჩევლებზე რა უნდა ვთქვათ? ჩვენი პარტიის ასე ვთქვათ საარჩევნო ნომრის ცვლილები ჩვენ ამ მორჩეველი არ დაგვიკარგია. ამას არ დაუბნევია, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ საზოგადოებასთან და ადამიანებთან იდეოლოგიით და ჩვენი ხედვებით და გეგმებით და არა თუმცა კი იმ მომენტში რა ნომერიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ახლა საარჩევნო ნომერსაც ვაცნობთ ადამიანებს, როცა ვაცნობთ ჩვენ გეგმებს, იქაც ვეუბნებით რა ნომრით ვიქნებით საარჩევნო ბიულეტენში, რომ მათთვის უფრო ადვილი იყოს, ასე ვთქვათ, მოძებნა ამის. ეს როცა ბიულეტენში ვთქვათ, ბევრია პარტიათა ჩამონათვალი, მაგრამ წელს ახლა ამ არჩევნებზე ბევრი პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდ დაბნეულობას არ გამოიწვევს. ალბათ ძალიან ცოტა პროცენტში მოხდება ეს, რომ ვიღაცა დაიბნეს ამეთინ და გაუცნობიერებლად შემოხაზოს ნომერი 5. და აბარემა ამ თემას სიღრმის. თუმცა კი აქვე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ წააგებენ თუ შემოხაზავენ ნომერ 5-ს, იმიტომ რომ ჩვენ არანაირ კოლაბორაციაში არასოდეს არ ყოფილვართ ნაციონალურ მოძრაობასთან, არანაირ კოლაბორაციაში არა ვართ. პარტია ქართულ ოცნებასთან ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ეს საყოველთაო ცნობილია და ამას უკვე თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერები იძახიან, ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის ლიდერების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიის ლიდერები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ოპოზიცია ვიყავით. ნაციონალური მოძრაობის დროსაც მე პირადად ვიყავი ძალიან მწვავე ოპოზიციონერი ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიცია ვართ ამ პოლიტიკური ძალისაც, იმიტომ რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი დანაპირებები ვერ შეასრულა და აბსოლუტურად აცდა იმ კურსს, რა კურსითაც ისინი მოვიდნენ 2012-ში ხელისუფლებაში. მე მინდა გითხრათ, მე პირადად ვიყავი მხარდამჭერი 51 ნომრის და აქტიურად ვეხმარებოდი. პარტიის წევრი არასოდეს არ ყოფილვარ მათი, მაგრამ აქტიურად ვეხმარებოდი, იმიტომ რომ გვინდოდათ ცვლილებები და დასრულებულიყო ის ძალადობრივი რეჟიმი, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და ახლა მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე აღარ ვისაუბრებ. ანუ არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თქვენ არაპირებთ, რომ შეხვიდეთ მოლაპარაკებებში. ჯერ არ ვიცით, ახლა ეს რო ესე ჯიუტად ვიძახოთ, რომ ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, ესე არ გამოვა. რა თქმა უნდა, მოგვიწევს თანამშრომლობა, თუ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს თვითმმართველობის დონეზე იქნება, თუ საპარლამენტო დონეზე იქნება, ვერ მიიღებს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, იქ რაღაცა კოალიციები უნდა შეიქმნას და თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებში უნდა დადგეს. მაგალითისთვის ვიტყვი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ახლა არ მეგულება პარტია და პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ უნდოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ უნდოდეს საქართველო განვითარდეს ეკონომიურად, პოლიტიკურად და ჩვენი მოსახლეობის სოციალური ფონი, ასე ვთქვათ, ის მძიმე სოციალური ფონი შემცირდეს და ნაკლებად ყავდეს სოციალურად დაუცველები. ჩვენ გვინდა რომ მდიდარი სახელმწიფო ვიყოთ და ყველა მოქალაქე, ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მდიდარი და შეძლებული და ხელი არავის არ უნდა ქონდეს გაწვრილი სახელმწიფოსკენ, რომ რაღაცა მას გროშები გადაუგდონ საარსებო წყაროდ. აი ეს არის ისეთი საკითხები, რომელზეც ამ საკითხებში ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი. და აქ აზრთა სხვადასხვაობა თუ ვინმეს ექნება, ფიქრობთ, რომ ასეთი პოლიტიკური ძალას ვერც მხარდაჭერა ექნება და ის საერთოდ პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. მე ასე ვფიქრობ. ოპოზიციური ძალები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აცხადებდნენ, რომ კოალიციური მთავრობა უფრო მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის მიერ მართული სახელმწიფო. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე და ემხრობთ თუ არა კოალიციურ მმართველობას? მე ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების არსებობამ ჩვენ დაგვანახა, რომ ცუდი გამოცდილება დაგვანახა, მოკლედ. 30 წელზე მეტია, ჩვენ გვახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლება, მოქალაქეთა კავშირი იყო მაშინ და მაგ პარტიის ხელში იყო მთელი ძალაუფლება და როგორც უნდათ, რასაც უნდათ თავიანთ ჭკუაზე ისე აკეთებდნენ. შემდეგ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და იქაც იგივე განმეორდა, ეხლა არის და იგივე მეორდება. ამიტომ ეს უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, რომ აი ის საკითხები, რაზეც წეგან ვისაუბრე, აი ამ ერთი წუთის უკან ზუსტად კოალიციური მთავრობის მმართველობის შემთხვევაში ეს ამ საკითხებზე შეჯერება მე ვფიქრობ, რომ უფრო ადვილი იქნება და
ერთმანეთის მიმართაც კონტროლი იქნება რაღაცა დოზით, ასე ვფიქრობ და უკვე თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეების, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები უკვე ვეღარ გათავხედდებიან ისე რომ თავიანთ ჭკუაზე მიიღონ გადაწყვეტილება. აი ხა ჩვენ ვხედავთ აგერ პარტია ქართული ოცნება და ამ ხელისუფლებას გულისხმობ, რა თქმა უნდა, თავიანთ ასე ვთქვათ, მაღალი თანამდებობის პირებს აპატიმრებენ. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მათ იმდენად გაუვიდათ თავს, რომ აი ესე იგი თუ ის რაღაცა მართვა გუნდშია, რომელსაც ყველას დიდი ძალაუფლება აქვს, რაც უნდა ის აკეთოს და ეს ესე არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში და ხელისუფლების შემთხვევაში კონტროლი ერთმანეთის მიმართ ჩამოყალიბდება და ეს იქნება მე ესე ვფიქრობ პოლიტიკური კულტურის ნაწილი იქნება რა და პოლიტიკური კულტურა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ძალიან დაბალი პოლიტიკა უნდა ყალიბდებოდეს რა თქმა უნდა კამათი უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს ამას ხარს უჭერ იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა რაღაცა ასე ვთქვათ ჩამოყალიბებულ აზრამდე მივდივართ მაგრამ არა მუშტიკრივით და არა ლანძღვაგინებით და ერთმანეთის ფურთხებით და შეურაცხყოფებით. ეს პოლიტიკა არ არის. ამისთვის არსებობს ქუჩა, თუმცა ქუჩაშიც აღარ ხდება უკვე ესეთი რაღაცეები, იმიტომ რომ ხალხმა დაანება უკვე თავი იმ რაღაცა ძველი ქუჩური კაი ბიჭური გაგებების რაღაცეებს და სხვა რაღაცეებზე გადაერთდა და სამწუხაროდ ამ ყველაფერმა ქუჩიდან გადაინაცვლა პოლიტიკაში და საპარლამენტო დარბაზებში და ნუ ეს სირცხვილია უბრალოდ და ქართველებს ეს არ გვეკადრება მე ასე ვფიქრობ. დიახ, კოალიციურ მმართველობაზე ანუ თანახმა ხართ. ოღონდ რა პირობებში, ანუ იმ პირობებში რა ოპოზიციაც ახლა ყავს, იმიტომ რომ კოალიციურ მმართველობაზე საუბრობდნენ ისეთი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ახლა დაყოფილები არიან და დაფანტულები ერთმანეთს ლანძღავენ ისინიც. თავიანთი ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ. აი რა უნდა შეიცვალოს საქართველოში ისეთი რომ კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდეს. ანუ ეს საერთოდ ნაცები ლელო გახარია უნდა გადაიწიოს გვერდზე, იმიტომ რომ ამათაც კი შიდა დაპირისპირებები აქვთ ერთმანეთში. უყურეთ, ხო, შიდა დაპირისპირებები თუ აქვთ, რა თქმა უნდა, ამაში თვითონ უნდა გაერკვიონ შეგნით, რატო აქვთ ეს დაპირისპირებები და რისთვის იბრძვიან და რისთვის ებრძვიან ერთმანეთს და თუ შიდა ბრძოლები არსებობს პარტიაში, მაშინ ასეთი პარტიის არსებობას საერთოდ რა აზრი აქვს? მე ეს ვერ გავიგე და ცოტა გაუგებარია ჩემთვის. როცა ერთ კონკრეტულ პარტიაში შიგნით მიმდინარეობს ბრძოლები, ის რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ვერ ითანამშრომლებს და მასთან კოალიციაში ვერ შევა. ეს არის გამორიცხული. ამიტომ ასეთი პოლიტიკური პარტიები მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა გაქრეს ჰორიზონტიდან, არ არის საჭირო, წავიდნენ და გადანაწილდნენ ისეთ პარტიებში, სადაც მათი აზრები ემთხვევა იმ პოლიტიკური პარტიების მრწამსთან და შეხედულებებთან და რა უნდათ მაშინ ერთად, რატო არიან ამ აქ მე ვფიქრობ, რომ ანუ რაღაცა ოცნებებში არიან გადაჭრილი, რომ აი თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ვირა თანამდებობა, აი ამისთვის მიმდინარეობს. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს გუნდური მუშაობა და ეხლა ვის რა თანამდებობა დაიკავებს ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს დაიკავებენ ის ადამიანები ვინც არიან პროფესიონალები იმ დარგის მცოდნეები და ამის მიხედვით დაკომპლექტება მართლობა და არა იმითი რომ აი მე მიტინგზე ვიდექი თუ რაღაცას ვიბრძოდი და იქ ევროპაში დავდიოდი და ვიღაც ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდებოდი და ამიტომ ეხლა მე მინისტრის პორტფელი მეკუთვნის ესე არ უნდა იყოს მინისტრის პორტფელი შეხვდება იმ ადამიანს, ვინც არის გამოცდილი, არის სპეციალისტი იმ დარგის და არა ეკონომისტი ინიშნებოდეს, შინაგან საქმეთა მინისტრად, იურისტი ინიშნებოდეს, რაღაცა იმის რა ქვია ჯანდაცვის მინისტრად და ექსპერტად ეს აღრევა ამ ყველაფრის მაშინ რაღაცი გვჭირდება ან დიპლომები ან უმაღლესი განათლება რაში გვჭირდება და რატო ღებულობთ ამ სპეციალობებს და ვირჩევთ თუ კი ამას მნიშვნელობა აღარ გავაუქმოთ მაშინ ეს ყველაფერი და იქ ვინ მეეზოვე დავნიშნოთ მაშინ მოდით რაღაცა დეპარტამენტის უფროსად და თუ ის პოლიტიკაში იყო რატო არა მოდი იმსახურებს და დროშას აფრიალებს და ამის მიხედვით მე ვფიქრობ რომ არ უნდა ხდებოდეს შერჩევა და აი ამისთვის მიმდინარეობს სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებში შიდა ბრძოლები და ამას ჩვენ ვერ დავეთანხმებით რა თქმა უნდა ვერც ასეთ პარტიებთან რომელ პარტიებში შიდა ბრძოლები და დაპირისპირებებია ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ იმიტომ რომ ისინი ერთ აზრზე ვერ ჩამოყალიბებულან და ჩვენთან რა აზრზე უნდა ჩამოყალიბდნენ ერთი მითხარით მე აი საზოგადოებას ვეკითხები და მათმა შეაფასონ ეს ხო ესე ამიტომ ესეთი პარტიები უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან
ამ თემას უკავშირდება ეს საკითხიც მერობის კანდიდატების დასახელება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ გვყავს უკვე რამოდენიმე კანდიდატი საქართველოში, რომელიც უკვე ცალსახად არის გამზადებული საარჩევნო ბრძოლისთვის. ეს არის კახა კალაძე, ზურაბ მახარაძე, იაგო ხვიჩია, ოღონდ თბილისში არ იყრის იაგო ხვიჩიაკენს, ის იყრის ქუთაისში. და თქვენ რას ფიქრობთ აი ამ კანდიდატებზე, თუნდაც დღეს იქნება განხილვა, ვინ უნდა იყოს ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატი და თქვენ რას ფიქრობთ სიძლიერის მასშტაბები რო განსაზღვროთ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების მიმართ და ვის წარადგენს ჩვენი გაერთიანებული საქართველო არჩევნებში, რომელიც გადის ნომერი 5-ით. ჩვენი გაერთიანებული საქართველო თბილისის თუ თბილისზე ვსაუბრობთ, თბილისის მერობის კანდიდატზე ასე ვთქვათ, გვყავს რამოდენიმე სავარაუდო კანდიდატი, რომელსაც ახლა ვერ დავასახელებ, რა თქმა უნდა. მაგრამ გვეყოლება კანდიდატი ძალიან კარგი. ყველა ის კანდიდატები, ვიზაც ახლა ჩვენ ასე ვთქვათ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რამოდენიმე კანდიდატზეა საუბარი. ყველა მათგანი ღირსეული, არის სუფთა წარსულით, წესიერი ადამიანები არიან, პროფესიონალები არიან და ამ ქვეყნის პატრიოტები არიან, უყვართ ეს ქალაქი და მე ვფიქრობ, შეიძლება საერთოდ არც დავაყენოთ კანდიდატი. ეს ჯერ არ ვიცით, ამაზე ვსჯელობ, ჯერ ამისი დრო გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება კანდიდატებს, მე მათ ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველას უსურვებ წარმატებას. თუმცა კი გამოვარჩევდი ამ კანდიდატებიდან, ხა არ მინდა რომ რაღაცა რეკლამაში ჩამოთვალოს. მე პირადად ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არის ფიქროს ვინმე რომ პარტიული არ არის. ხო, პარტიული არ არის. მე მაგალითად აი იაგო ხვიჩია ძალიან მესიმპათიურება და მე მას წარმატებებს უსურვებ. ემხრობით თუ არა მის ინიციატივას საინტერესო იქნება, ისე მქონდა კითხვაც ქუთაისში დედაქალაქის გადატანაზე. ქუთაისში დედაქალაქის გადატანის მცდელობა აი მსგავსი რაღაცა ჩვენ გვახსოვს, როდესაც საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადა ქუთაისი წინა ხელისუფლებამ და ფაქტიურად ამან არაფერი არ მოგვიტანა. არ ვიცი, ხა ამას რაიმე დიდი მნიშვნელობა თუ ექნება 2008 წლის მოვლენები ყველას გვახსოვს, თურმე გეგმა ედო წინა ხელისუფლებასო თუ აფხაზეთი დაბრუნდებოდა ძალისმიერი მეთოდებით, დედაქალაქი უნდა გადატანილიყო სოხუმში. ასეთი გეგმა იყო, შემდეგ გამოვიდა ასეთი ინფორმაცია, თორე ხა გეგმა პირდაპირ ესე დადებული მაგიდაზე არავის არ უნახავს. მე პირადად არ მინახავს და ჩვენაერ მოქალაქეებს და ეხლა შიდა ასე ვთქვათ, მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებს თუ ედოთ ასეთი გეგმა მაგიდაზე რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეს არ ვიცი. შეიძლება იყო. არ ვერ გეტყვით. აი ვერც დაუჭერ ამას მხარს და ვერც წინააღმდეგი ვერ წავალ. მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი სად იქნება, ქუთაისში იქნება, თბილისში თუ სოხუმში. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თუ გნებავთ ბოლნისი გამოვაცხადოთ დედაქალაქად ან თელავი. ამას მე ვფიქრობ, რომ დიდი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. და როგორ გესახებათ ეს მიზანი დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები? აი რა არის ის გასაღები, რითაც შეიძლება საქართველოს მიაღწიოს ამ მოლაპარაკება და დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ომმა საქართველოს კარგი არაფერი არ მოუტანა. ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეული ქართველის სიცოცხლე ჩვენთვის არის აი ძალიან ძვირფასი, შეუფასებელი, ამის საპირწონე ბუნებაში არ არსებობს ადამიანის სიცოცხლე და მით უმეტეს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე დავდოთ რაღაცა რისკზე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველებს და ოსებს, ქართველებს და აფხაზებს საჩხუბარი და გასაყოფი არაფერი არ ჰქონდა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად გვიცხოვრია, ერთად გვიბრძოლია საერთო მტრის წინაშე და ამის ინსპირატორი ვინც არის, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამის უკან იდგნენ ძალები, რომლებმაც ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინეს და დაგვაპირისპირეს ეს 2-3 ერი ერთმანეთს დიალოგით და შერიგებით. და ჩვენმა ქვეყანამ ქართველებმა დავკარგეთ ძალიან
ბევრი ჩვენი შვილები, გმირები და იმათმაც ხო დაკარგეს. ეხლა მოდით იმათი გადმოსახედიდან შევხედოთ. იქაურ დედებსაც ხო დაეღუპათ შვილები ამ ომში და რა მივიღეთ ამით. ამიტომ ეს შავი ფურცელი უნდა გადავხაზოთ, გადავფოცლოთ, ან საერთოდ ამოვხიოთ უნდა ისტორიიდან და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, შერიგებით, ჩახუტებით, მოფერებით და სიყვარულით. აი ესე თუ შევალთ ჩვენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს და არ გვესახება. ჩვენ ერთი რამე უნდა გავითავისოთ, რომ აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო, თბილისი, ისევე როგორც სოხუმი როგორც არის აფხაზების, ისევე არის ქართველების. თბილისი მარტო ქართველების არ არის, ის არის აფხაზებისაც, აი ჯერ ვიტყვი აფხაზების, ის არის აფხაზებისაც და ქართველებისაც. მერე, ამიტომ ჩვენ ისინი უნდა შემოვიყვანოთ ცენტრალურ მმართველობაშიც. სხვანაირად არ გამოვა. ისინი ის რომ ეხლა ჩვენ რაღაც საკითხი დავაყენოთ ესე რომ თქვენ იცხოვრეთ მანდ თქვენთვის მაქეთ აი ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ არ გადმოხვიდეთ და ჩვენ აქედან ვიდირექტორებთ ესე არ გამოვა ისინიც უნდა იყვნენ ცენტრალურ მმართველობაში წარმოდგენილები აფხაზებიც ოსებიც მათაც უნდა მივცეთ იმ მინისტრის პორტფელების აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტში უნდა მივცეთ შესაბამისი ადგილები და მანდატები და მათმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური განვითარების შერიგ სხვანაირად ვერ შევრიგდებით. აი როგორ უნდა შევრიგდეთ? ეს ძალიან ასე ვთქვათ რთული თემაა და ამას ერთი გადაცემა არ ეყოფ ამაზე რო ვისაუბროთ, თუმცა კი ჩვენ პარტიას და ჩვენი პარტიის აქტივისტებს და ლიდერებს თუ კიდე მოგვიწევთ, ჩვენ ამ საკითხებზე ცალკე ვისაუბრებთ და ამის გეგმასაც დავდებთ. აი ჩვენ როგორ გვესახება, რა თქმა უნდა, ეხლა და მე ვფიქრობ, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიდანაც მე იმედი მაქვს, რომ ხარდამჭერები გამოგვიჩნდებიან და ისინი შემოუერთდებიან ამ აზრს და ამ იდეას, როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა. თქვენ მოდით აი ამ თემაზე ბოლომდე ვისაუბროთ, არაუშავს თურცლად გამოვა. თქვენი აზრით ეს სიმართლე შეესაბამება თუ უბრალოდ რაღაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოხატული ზიზღია? ვინ დაიწყო ომი? ომი დაიწყო რუსეთმა, რაზეა საუბარი ახლა? უბრალოდ სააკაშვილის ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. ესე ვიტყოდი მე რა და სწორად უნდა დავარქვათ რაღაცეებს სახელები. სააკაშვილი რისი ომის დამწყები იყო, ნაციონალური მოძრაობა რისი და ომის დამწყები იყო, რა შეიარაღება გქონდა მაგის შესაბამისი, ჯარი ყავდა იმისი, რომ დავპირისპირებოდით ამ ხელა მონსტრს თუ რა, აი რა რესურსით აპირებდა ის ომის დაწყებას. მათმა ხო ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ორი დაკარგული ტერიტორიის უკან დგას რუსეთი. და ისინი რო აქ ჩაერთვებოდნენ, მარტო რო არ დაგტოვებდნენ, ეს ხო კარგად იცოდნენ, მაშინ დებილები და შტერები ყოფილან, თუ ეს გაცნობიერებული არ ქონდათ. არა, ის უბრალოდ მათ არ ეყოთ ჭკუა, რომ ბოლომდე ასე ვთქვათ, შეეკავებინათ თავი და არ წამოგებოდნენ ამ პროვოკაციას. უფრო სწორი გათვლები უნდა ქონოდათ, ექსპერტები უნდა ყოლოდათ შესაბამისი, ვინც ამ ყველაფერს, სამხედრო ექსპერტები, რომ რა შეიძლებოდა ამ ომში ჩართვას. ასე ვთქვათ, მოყოლოდა შედეგები და ვფიქრობ, რომ ამ ტრაგედიას ავწდებოდით, 2008 წლის ტრაგედიას ავწდებოდით და ის რაღაცა ტერიტორიები, რომელზეც ასე ვთქვათ, საქართველოს კონტროლი ხორციელდებოდა, იმ ტერიტორიებსაც არ დავკარგავდით და არ მიემატებოდა იმ დანარჩენ დაკარგულ ტერიტორიებსაც. აქედან გამომდინარე, რომ მე ასე პირდაპირ ღიად ვერ დავაბრალებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ომი, ნაციონალურმა მოძრაობამ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ ვერ გათვალეს და ისინი წამოეგნენ პროვოკაციას. აი ესე ვიტყოდი, მე ეს ჩემი სუბიექტური, ვიტყვი რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ამ აზრზე ვიქნები ალბათ სულ. თუ რაიმე სხვა ისეთი, რაიმე აი ესეთი მყარი ის არ დაიდება რაღაცა დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, რომ აი მიიღეს რაღაც გადაწყვეტილება იქ შიგნით, რომ უნდა დაეწყოთ ომი. და რაღაცა სამხედრო ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებულიყო, ნუ იმ მომენტისთვის სამაჩაბლოს ტერიტორია. ეს არ მოხდებოდა, ხო, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ მოხდებოდა. ვერც ვერასოდეს ვერ მოხდება ასე, სანამ რუსეთი იარსებებს. და ეხლა რუსეთი თუ გაქრება მსოფლიო რუკიდან, მაგ შემთხვევაში მე შეიძლება, თუმცა კი არც მე არა ვართ მაგის მომხრე, იმიტომ რომ ომს არაფერი კარგი არ მოაქვს. შერიგებით უნდა მოხდეს ეს.
მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ პატიებით და სიყვარულით. დიახ. თქვენ პოლიტიკაში რომელი წლიდან ხართ, რომ გაგვიმეოროთ? მე პოლიტიკაში ვარ ძალიან დიდი ხანია, 2008 წელს ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის 7 ნომრის კანდიდატი ვანში, ხო? 7 ნომრის ქვეშ გამოდიოდა მაშინ ბლოკი, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ოპოზიცია მემარჯვენეები, ასე ერქვა, სადაც იყო 9 პარტია შედიოდა ბლოკში და ვიყრიდი კენჭს ვანის ნომერ 53 საარჩევნო ოლქში. თქვენ კარგად გემახსოვრებათ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს თუ იყო ევროკავშირიდან რაიმე სახის დახმარება აღშფოთებების გარდა? არანაირი. მე ვერ დავინახე. სამწუხაროდ ვერ დავინახე. იმიტომ რომ ჩემ თაობას ეს აინტერესებს. რას აკეთებდა ევროკავშირი და გარდა აღშფოთებისა და გარდა იმისა, რომ ევროპულმა ევროპის ქვეყნების ლიდერებმა მაშინ იმ მომენტისთვის შეიძლება ამან რაღაცა ფაქტორი განაპირობა, რომ დაუშვათ შეაკავა რამოდენიმე ლიდერი ჩამოვიდა. დიახ. როცა რომ რუსეთის ძალები უკვე მომდგარი იყვნენ აგერ სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში და შეიძლება რომ აეღოთ თბილისი. ასე იყო, მე თაწმინდაზე ვცხოვრობ პარლამენტთან ძალიან ახლოს და პარლამენტის შენობა ჩაბნელებული, დაცლილი, მთელი უბანი დაცლილი, ან უკვე მზადება იყო სხვა რაღაცისთვის, რომ ეს უნდა შემოსულიყვნენ და ამ დროს რა ხდება, რომ ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ლიდერები ჩამოვიდნენ საქართველოში. მადლობა მათ ამისთვის, ამ ხარდაჭერისთვის, თუმცა კი რისკი იყო ეს, რა თქმა უნდა, დიდი რისკი იყო, თუმცა კი ალბათ მათთვის უსაფრთხოების გარანტიებიც გათვლილი იყო და ეხლა თუ ეს მაინც მოხდებოდა, ისინი აქ არ გაჩერდებოდნენ, გაასწრებდნენ აქედან, მაგრამ აი ეს იყო სულ მხარდაჭერა, სხვა რა მხარდაჭერა, მე არ მახსენდება რა მხარდაჭერა თუ იყო და თქვენ თუ გახსოვთ, იქნებ თქვენ შემახსენოთ და მე გავაგრძელებ საუბარს მაგ საკითხზე. არა, მე ნამდვილად არ მახსოვს და ეხლა მაინტერესებს ემხრობით თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. რა თქმა უნდა, ვემხრობი. ამაზე რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და გამოცხადა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ეს იყო 92 წლის სექტემბერი, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს, არ აქვს მნიშვნელობა, 92 წელს საბჭოთა კავშირი გამოცხადდა დაშლილად, ასე ვთქვათ და ყველა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები გამოცხადდნენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი, ასე ვთქვათ, ორიენტირი იყო ევროკავშირი და ნატოში გაწევრიანება. რა თქმა უნდა, ვემხრობი ამას, მაგრამ თუ ეხლა ეს დაუსრულებლად გაგრძელდება და ამას თაობები გადაყვება, მაშინ არ ვიცი, ეხლა მაშინ მე სხვა გზები უნდა გამოიძებნოს რაღაცა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს უსაფრთხოების გარანტიებს, ეკონომიკური განვითარების გარანტიებს. ანუ გარანტიები არის საჭირო. ხო, ევროკავშირი რა არის ჩვენთვის? ევროკავშირი ჩვენთვის არის გარანტიები. სხვა რა არის? აი რა უნდა დავთმოთ ჩვენ არაფერს დათმობას არ ვაპირებთ. აი რა უნდა დავთმოთ იმისთვის, რა უნდა დავთმოთ, არ უნდა დავთმოთ, რა თქმა უნდა, მაგის ხარჯზე ჩვენ არ გვიღირს არც ევროკავშირში შესვლა, არც ნატოში შესვლა. ოკუპირებულების დათმობაც არც ვერც მაგას ვერ დაუჭერთ ხაზს. ჩვენი პოლიტიკური პარტია, ჩვენი პოლიტიკური პარტია, ჩვენი გაერთიანებული საქართველოს სახელით ვამბობ ხმამაღლა, რომ ოჯახური ღირებულებების ხარჯზე ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება არ გვინდა. დიახ. და მინდა გითხრათ, რომ თვითონ იცავენ ოჯახურ ღირებულებებს ევროკავშირი. ეხლა იქ ევროკავშირის წარმომადგენლები ვირას ამბობს და მათ თავიანთი რაღაც სუბიექტური აზრები გააჩნიათ, ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. ეს არის ცალკეული აღებული პიროვნებების, პოლიტიკოსების პოზიცია და მათი აზრი და ჩვენ ახლა ერთი და ორი პოლიტიკოსის აზრს ვერ გავყვებით. ევროკავშირი თავად იცავს ოჯახურ ღირებულებებს და ევროკავშირი თავად არის დამყარებული ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე და ასე შემდეგ და ჩვენ როგორ უნდა ვთქვათ, უარი ქართველებმა, რომლებსაც ამ ხელა ისტორია გაგვაჩნია და თაობები ეწირებოდნენ, სწორედ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძოდით და ვომობდით და სისხლი იღვრებოდა და რა ვიცი მე
და ეხლა ვთქვათ ამაზე უარი ეს ამის სანაცვლოდ ეს საკითხები საერთოდ ერთმანეთის საპირწონეთ არ უნდა იდგეს არ უნდა იდოს სასწორზე რომ აი ოჯახურ ღირებულებებს დავთმობთ და შევალთ ევროკავშირი ეს არ უნდა იდოს აქ იქ სხვა რაღაცეები უნდა იდოს საპირწონეთ ევროკავშირის ხო რეკომენდაციები ხა ეს რეკომენდაციები ხა ეს არის რეკომენდაციები მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა გვეუბნება თვითონ რეკომენდაციაა რომ ესე ქენითო თორე ეს გინდა თუ არა ქენითო ამას ვერავინ იქ იყო სააკაშვილის მოხსენიებული ჩვენ უყურეთ ჩვენ ნახეთ ჩვენი მთავარი აი ევროკავშირიდან რაზე ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ და მხარე დაუჭიროთ აი მაგ შემთხვევაში ჩვენ არ მიგიღებთ ევროკავშირში თუ გვეტყვია ეს არის მხოლოდ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით თუ გვექნება შენიშვნები რა თქმა უნდა ამას მივიღებთ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად ადამიანის უფლებები უნდა იყოს აყვანილი ზენიტში და ამაზე დიდი ღირებულება არ არსებობს არც ერთი ადამიანის უფლება არ უნდა შეილახოს უსამართლოდ და მე რა თქმა უნდა შევეხები სამართლიანობის აღდგენასაც და ზოგადად მინდა სასამართლო სისტემაზეც ვისაუბროთ თუ ჩვენ საეთეროდ რო გვაძლევს ამ საშუალებას ჩვენ გვაქვს კითხვა ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის თქვენი აზრით აი ზუსტად ის უსამართლობა არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უბედურების სათავე. უსამართლობამ დაყო საზოგადოება ნაწილებად. 2 ნაწილად, 3 ნაწილად, 5 ნაწილად რა მნიშვნელობა ადამიანები გადაეკიდნენ ერთმანეთს დაუპირი. უსამართლობის ბრალია ეს. სხვას ამას მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ. უსამართლობა არ იყო ის რაც ხდებოდა წინა რეჟიმის დროს. რომ ვიღაცას ღამე იბარებდნენ სადღაც საგამოძიებო უწყებაში მოყავდათ იქ ნოტარიუსები ართმევდნენ ერთ ადამიანს თავის რაღაცა ნაშრომს, ნაწვალებს, შეგროვებულს და აძლევდნენ უფორმებდნენ სხვას და მის შემდეგ უკვე თქვენ მოგეხსენებათ 2012 წელს როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, რამდენი დაპირისპირებები მოხდა, რომ ქუჩაში ხვდებოდნენ და ზოგმა ვიღაცას ესროლა, ზოგმა ვიღაცა ცივი არაღით დაჭრა და ასე შემდეგ და იქ უყენებდნენ იმას ულტიმატუმებს, რომ ეხა ის წაღებული ქონებები დამიბრუნე ის ქონებები მათ კანონიერად ჰქონდათ მოპოვებული თუ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული თუ ვიღაცას რაღაცა უკანონოდ აქვს მოპოვებული ამისთვის არსებობს გამოძიება ნორმალური გამოძიება რომელიც გამოიძიებს რომ იმას საიდან დააგროვა ის მილიონები თუ უძრავი თუ მოძრავი ქონება და თუ ის ვერ დაასაბუთებს ამას ეს სახელმწიფომ უნდა ჩამოართვას სათანადო წესებით და არა ისე რომ მიიყვანონ იმის რა ქვია ადეიშვილის პროკურატურაში დასვან იქ ღამე დაადნენ იქ ვიღაცა მოზალადე ტიპები და მუქარის შანტაჟის და იმის ქვეშ გადააფორმებინონ და წაართვა რაღაც თანს ცემონ აწამონ იქ რაღაცა მუქარები წამოვიდესო ეხლა იქ შენ შვილებს ასე უზამთ შენს მეუღლეს ისე უზამთ ეს ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში იმ ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდება თუ ვიღაცამ რაღაცა არასწორად მიითვისა თუ წაიღო სახლში იქაც ხდება ჩამორთმევა და კონფისკაცია მაგრამ ეს ხდება გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით და ჯერ უნდა ჩაატარო გამოძიება საიდან მოიპოვა იმან ის ფულის გათეთრების გზით მოიპოვა მოიპარა გაძარცვა ვინმე თუ რაკნა და მერე უნდა დააყენოს ამაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოღონდ მურუსიძის სასამართლომ კი არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეს ნორმალურმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ობიექტურმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელი მოსამართლეს ვიღაცის დაკვეთას არ ასრულებს და ჩვენ ასეთი სასამართლო გვინდა და ასეთი სასამართლო როცა ეყოლება ქვეყანას და სამართლიანობა დამყარდება აი მაშინ დაალაგდება ყველაფერი და მაშინ შერიგდებიან ადამიანებიც ერთმანეთთან და აღარ იქნება დაპირისპირება, ჩხუბი, რაღაცა ჩასაფრებები, იქ პადიეზდებთან დახვედრები, მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, სადარბაზოებთან დახვედრები და ძალადობები. ამას მოსდევს შემდეგ უკვე ძალადობა. ეს ქუჩაში ინაცვლებს უკვე როცა რომ ადამიანი ხედავსო იქ სასამართლოში ვერ იპოვა სამართალი, ეს ინაცვლებს შემდეგ უკვე ქუჩაში. და ერთმანეთის მიმართ ანგარიშწორებით ხდება ეს და ამიტომ ეს უნდა მოისპოს. დიახ. სამწუხაროდ ჩვენ დღეს გავაგრძელებთ თუ შეიძლება ეს უარ თქვა არ შემიძლია სამწუხაროდ ჩვენ დღეს გვყავს რა? აი ეხლა გამოდიან და საუბრობენ რომ სასამართლო რეფორმა რა სასამართლო რეფორმა ჩაატარეს? რომელი სასამართლო რეფორმა? ეხლა წინა რეჟიმზე ვსაუბრობთ, ის ძალიან ცუდი რეჟიმი იყო, პერსისყლიანი, მაგრამ რეფორმა ჩაატარეს მაშინ მათ. თუმცა ისინი ასრულებდნენ დაკვეთებს. პირდაპირ სასამართლო იყო ნაციონალური მოძრაობის
ასე ვთქვათ, შემსრულებელი, აღმსრულებელი იმისა, რაზეც წეგან ვისაუბრეთ. რეფორმა, მე ვიძახი თვითონ რეფორმა, მოწყობა თვითონ სასამართლო სისტემის, ანუ გახსოვთ თქვენ ალბათ არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ჩვენს მაყურებლებს ემახსოვრებათ, იყო რაიონული სასამართლო, ესე გაერთიანდა შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, შეიქმნა საოლქო სასამართლო, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლო. დღეს უზენაესი სასამართლო ფაქტიურად არის უფუნქციო. აბსოლუტურად უფუნქციო, იქ პროცესები არ ტარდება. მაშინ რა აზრი აქვს ამ ინსტანციის არსებობას, როცა რომ აი დაუშვათ სისხლის სამართლის საქმეებზე ვსაუბრობ, ეხლა მე თორე ეხლა სამოქალაქო დავებზე, სადაც ეხლა ერთი პირი მეორე პირს რაღაცას ედავება, იქ ეხლა სახელმწიფოს ინტერესი ნაკლებია და არ ერევიან, კი ბატონო. მაგრამ სისხლის სამართლის საქმეებზე ვსაუბრობ. აი მაგალითად ვიღაცა პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი პირველ ინსტანციაში. და იგივე განაჩენი დატოვა აპელაციამ ძალაში. შემდეგ ხო არის მესამე ინსტანცია. ანუ უზენაესი ხო ეს არის და შემდეგ უკვე მივდივართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში თუ ჩვენ რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვრჩებით აქაური განაჩენებით. რა ხდება უყურეთ? ანუ უზენაესის მოსამართლე, რომელიც აბსოლუტურად ტყუილად ზის იქ და არაფერს არ აკეთებს და დარწმუნებული ვარ ალბათ იმ საჩივრებსაც არ კითხულობენ, ყავთ მწერალი თანაშემწეები, რომლებიც ისინი წერენ გადაწყვეტილებებს და განაჩენებს და განჩინებებს. იცით თქვენ ეს? საერთოდ მოსამართლეს საქმეს არ ეცნობა, იმიტომ რომ შეხედეს იქ პირველ მეორე ინსტანცია მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები დააყენა და ხო, ნუ ეს ასე იქნება და მოდი ეს დავტოვოთ ძალაში. რატო ესა ვერ გავიგე? თუ ჩვენ ადამიანის უფლებების ზენით შეაყვანაზე ვსაუბრობ, იმ უზენაეს სასამართლოში ჩვეულებრივად უნდა იხილებოდეს საქმეები. კი იყო რაღაცა გამონაკლისები აი განსაკუთრებულ საქმეებზე, სადაც საზოგადოების დიდი ინტერესი იყო და უზენაესმა სასამართლომ განიხილა რამოდენიმე საქმე, მაგრამ ეს არის თითზე ჩამოსათვლელი, ესე კი არა, ყველა საქმე უნდა იხილებოდეს სრულფასოვნად, აბსოლუტურად სრულფასოვნად, რომ ჩვენ თამამად ვისაუბროთ და იმ ევროკავშირსაც ვესაუბროთ, რომ აი ჩვენ აი ამას ვაკეთებთ, რომ სრულფასოვნად, რომ არავის სადღაც რაღაცა არ გაგვეპაროს, რომ ვიღაცა უსამართლოდ არ დაიჩაგროს. უფუნქციოა და რა აზრი აქვს და ამ ხელფასებს იღებენ, რაში იღებენ? აი გეკითხებით, რაში იღებენ? საქართველოს პროკურატურა, ადეიშვილის პროკურატურა ყავს დღეს. პირდაპირ ადეიშვილის პროკურატურა. მაგრამ დავაბრუნოთ ეს ადეიშვილი და ეს იმ ერთმა კაცმა რა დააშავა მაშინ. თუ დააშავეს, მაგათმა ყველამ ერთად დააშავეს. და მაგ პროკურატურის დავალებით და მაგ პროკურორების, აი ზუსტად დღეს ვინც ხედან პროკურატურაში, მაგ პროკურორების დავალებით აწამებდნენ იქ ციხეებში ხალხს. თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა და აი საზოგადოებას ვეკითხები. კოჭოია და იქ ვიღაცა 9 თითა და ზედმეტ სახელები რო ქონდა, ჩერჩეული, ბასტი და ბუბუ და ვიღაცები. ისინი გაბედავდნენ თავისი ინიციატივით ან თავისი რაღაცა შეხედულებებით ვინმეზე თითის დაკარებას. რა თქმა უნდა, აქედან მიდიოდა დირექტივები. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ წამების ფაქტებს ზოგიერთ საქმეებზე თავად პროკურორებიც ესწრებოდნენ და გამომძიებლები და ამას უყურებდნენ. შემდეგ ეს ნაცამი ხალხი შემოყავდა სასამართლო დარბაზებში, აი ეს ნაიარების სახეებით დასიებულები და იქ აფრთხილებდნენ, რომ შენ აი ეხლა რო შეხვალ დარბაზში, იქ მოსამართლემ შეკითხვას თუ დაგისვამს, უთხარ რომ იქ საწოლიდან ჩამოვარდი ან კიბეზე დაგორდი. ყველა საწოლიდან როგორ ჩამოვარდა და ყველა კიბეზე როგორ დაგორდა, არ უჩნდებოდა და შემდეგ მოსამართლე ამას აი ესე გულგრილად უყურებდა და აჩაკუჩებდა პირდაპირ შეკრებითობით 20 და 30 წლიან განაჩენებს. ესეთი მოსამართლეები დღეს ისევ სასამართლოში შედან და ეს ამ მოსამართლეებმა პასუხი უნდა აგონ. ამ ყველაფერს უყურებდნენ, ხმას არ იღებდნენ და თუ ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას, მაშინ კეთილი ენება დაეწერათ განცხადებები და წასულიყო. ჩვენ ასეთ სასამართლო სისტემაში ვერ ვიმუშავებთ და ეს როცა მასიურ სახეს მიიღებდა, ის დავალებებით შეწყდებოდა უკვე. იმიტომ რომ დარჩებოდა სასამართლოს ცარიელი კედლები. სასამართლო სისტემა მოიშლებოდა ამით და ჩამოეშლებოდათ ის ყველაფერი, რაზეც ჰქონდათ აგებული ეს თავიანთი განზრახვები, თავიანთი აი ეს ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც შემდეგ აპრავებდნენ პირდაპირ ამ სანოტარო კანტორაში. დიახ. სანოტარო კანტორა იყო ფაქტიურად მაშინ სასამართლო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სასამართლო წინა რეჟიმის დროს იყო სანოტარო კანტორა.
ამიტომ სასამართლო რეფორმაზე როცა ვლაპარაკობთ და პროკურატურის რეფორმაზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს, როგორ უნდა იყოს მოწყობილი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო უწყებები, ჯერ ამდენი საგამოძიებო უწყებები ამ პატარა ქვეყანას აღჭირდება. აი გეკითხებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს, მე მგონი ამდენი საგამოძიებო უწყება. ერთი ყავთ ფედერალური ბიურო და ის აკეთებს ყველაფერს და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა პოლიცია იძიებს რაღაცა პატარ-პატარა წვრილმა საქმეებს. ამდენი საგამოძიებო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამხელა მონსტრი უწყება, იქეთ პენიტენციურს თავის საგამოძიებო ყავს, იქეთ კიდე რაღაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურია შექმნილი, ეხლა მე მგონი დაშალეს და რაღაცა პროკურატურა თვითონ თავარი საგამოძიებო უწყება. ამდენი საგამოძიებო უწყებები რაში გჭირდება? ერთი საგამოძიებო უწყება საკმარისი არ არის? ამიტომ ამ საკითხებზე, ამაზე ჩვენ გვაქვს პროექტი, ეს როგორ უნდა მოეწყოს. პროკურატურა როგორ უნდა იყოს მოწყობილი, გამოძიების უფლება ვის უნდა ქონდეს, მაშინ განათლების სამინისტროსაც გაუხსნათ ერთი საგამოძიებო უწყება, ეკონომიკის სამინისტროსაც გაუხსნათ ერთი საგამოძიებო უწყება და ყველა უწყებას ქონდეს თავისი რაღაცა საგამოძიებო უწყება. იმათმა რა დააშავეს? დიახ. ვერ გავიგე. მოდით გადაცემის დასასრულს ეს თემა ძალიან საინტერესო იყო თქვენგან, რადგან თქვენ ხართ იურისტი და ალბათ მაყურებელსაც ძალიან მოეწონა თქვენი განხილვა. მოდით აი გადაცემის ბოლოს რომ გითხრათ რა არის თქვენი მთავარი მესიჯი ამ მრჩევლებისთვის. ჩვენი მთავარი მესიჯი არის მხოლოდ ერთადერთი რამე, შერიგება. შერიგებით უნდა დაუბრუნდეთ აფხაზეთში, შერიგებით უნდა დაუბრუნდეთ სამაჩაბლოში. შერიგება უნდა მოხდეს ხალხს შორის და არა პარტიული ნიშნით დაყოფა და დაპირისპირება. პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო არის ახალი ძალა, ახალი იდეებით, ახალი გეგმებით. ჩვენ ამ გეგმებს ძალიან მალე დავდებთ. ჩვენს მიზნებს აუცილებლად გავაცნობთ ქართულ ხალხს და მე ვფიქრობ, რომ ქართული ხალხის გონიერი ხალხია, ქართული ერი ზოგადად გონიერია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია ჩვენი გაერთიანებულ საქართველოს დაუჭერენ მხარს. ჩვენ გვექნება აუცილებლად პრეზენტაცია და მოვიწვევთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მათაც მოისმინონ როგორც სტუმრის სტატუსით, რა თქმა უნდა და მოისმინონ მათაც. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს და დაგვიჭიროს მხარი. ხო შეიძლება იდეები დაემთხოს ერთმანეთს, რატომაც არა. ყველაფერში შეიძლება დაპირისპირება იყოს ყველა საკითხში. ეს ხო არ არსებობს. მაშინ რა გამოდის? მაშინ გამოდის, რომ შენ აი ფიქრობ, რომ შენ ხარ ყველაფერში მართალი და აი ცოტა იმ სიტყვას ვიტყვი, მაშინ კილაოზნიკი და ინტრიგანი ხარ და ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის რა. აი ეს არის ჩემი სათქმელი ბოლოს რაც იყო. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, მართლაც საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და დავამშვიდობები მაყურებელს, გეტყვით რომ ჩვენი გადაცემები ასევე იდება Facebook არხზეც, როგორც ტელევიზიაში გადის და გამოგვიწერეთ, რადგან არ გამოგრჩეთ სიახლეები. დიდი მადლობა. ნახვამდის. გაგრძელებოდეთ.